გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ჩაურიშვილი, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის დამფუძნებელი და ასევე გახლავართ კოლეჯ კაუნსლინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დღეს ჩვენ ვიწყებთ ჩვენი პროექტის სწავლა-საზღვარგარეთის ფარგლებში live სესიებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩავაბაროთ და როგორ უნდა გავაგრძელოთ სწავლა საზღვარგარეთ. დღეს გვექნება შედარებით მოკლე სესია, რადგანაც იქნება ზოგადი მიმოხილვა ბაკალავრიატის შესახებ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ რა თქმა უნდა ვერ შევცვლებ, რომ ყველა შეკითხვას, რომელიც მოიწერება პირდაპირ ლაივში უპასუხო, გავცე პასუხი. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება თუ კომენტარებში დაწერთ შეკითხვებს, ეს ვიდეო რა თქმა უნდა დაიდება სწავლა-საზღვარგარეთის ვებგვერდზეც და შეგიძლიათ შემდეგაც მოусმინოთ და მოიფიქროთ რა შეკითხვები გაქვთ და ჩვენ რა თქმა უნდა ამას აუცილებლად მომავალ სამშაბათს ან მანამდე წერილობით აუცილებლად გავცემთ პასუხს. რომ დავუწყოთ ზოგადად დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად განსხვავებებზე იმის შესახებ თუ როგორ ბარდება, ესე იგი როგორ ხერხდება ჩაბარება ბაკალავრიატზე ევროპასა და ამერიკაში და რა განსხვავებები არის, ესე ვთქვათ, საქართველოსთან მიმართებაში. ასევე ვილაპარაკებთ იმ პატარა განსხვავებებზე და სხვაობებზე ამერიკასა და ევროპას შორის და როგორ უნდა მოვახერხოთ ბაკალავრიატზე რომ ჩავაბაროთ ამერიკულ უნივერსიტეტებში, როგორ უნდა მოვახერხოთ რომ ჩავაბაროთ ევროპულ უნივერსიტეტებში და ზოგადად ასე ვთქვათ რა არის ამისთვის საჭირო და როგორ. პირველი საკითხი რომელზეც ვილაპარაკებთ არის როგორც უკვე მოგახსენეთ განსხვავებების სხვაობა საქართველოში როგორ ბარდება ბაკალავრიატზე, რაც რა თქმა უნდა უმეტესმა ხმათაგანმა თუ ყველამ არა ძალიან კარგად იცით და როგორ ხერხდება ჩაბარება ევროპასა და ამერიკაში. პირველ რიგში რაც უნდა იცოდეთ, ყველაზე დიდი სხვაობა არის ის, რომ ევროპაში და ამერიკაში ბევრად უფრო მეტ რაღაცას აქცევენ ყურადღებას უნივერსიტეტები. ესე იგი არ არის საკმარისი მხოლოდ გამოცდის ჩაბარება, ისე როგორც ჩვენთან საქართველოში მაგალითად არის ეროვნული გამოცდები. რა თქმა უნდა გამოცდას გარკვეული ტიპის გამოცდებს ვაბარებთ, თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი. როგორც ასეთი მოდი ესე ვთქვათ, რომ ეროვნული გამოცდების ტიპის გამოცდები საერთოდ არ ბარდება ამერიკასა და ევროპაში. აქ ბარდება ორი რა, ეს არის ენის დონის დამდგენი ტესტი და ამერიკის შემთხვევაში და ამერიკული უნივერსიტეტების შემთხვევაში ზოგადად, თუმცა გამონაკლისების შემთხვევასაც აუცილებლად მომავალში ვისაუბრებთ, ბარდება SAT-ის ტესტი, რომელიც არის SAT არის ამერიკულ უნივერსიტეტებში მოსახვედრი ტესტი, სადაც შედის ვერბალური ნაწილი, გრამატიკული ნაწილი, ესე და მათემატიკური ნაწილი. მოდით დავუწყოთ ლაპარაკი თუ გარკვევით ხედავთ, პირველი რაც არის, ეს არის requirements, ესე იგი მოთხოვნილებები, რას ითხოვენ ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები იმისთვის, რომ ბავშვის კანდიდატურა განიხილონ ზოგადად მათ უნივერსიტეტში მისაღებად. ესე იგი პირველ რიგში რასაც აქცევენ ყურადღებას, ეს არის ნიშნები და ეს არის ზუსტად ის დიდი განსხვავება საქართველოს და ევროპას და ამერიკას შორის. ესე იგი საქართველოში როგორც მოგახსენებათ, საერთოდ არ ითვალისწინებენ სკოლის ნიშნებს, როდესაც უნივერსიტეტში იღებენ მოსწავლეს და ამერიკა და ევროპა, ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები ამას აყენებენ პირველ ადგილას. ესე იგი ბავშვს თუ არ აქვს მაღალი ნიშნები, შესაბამისად ისინი ვერ ჩაირიცხებიან საუკეთესო უნივერსიტეტებში. და რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით თუ როგორ რა ნიშნები ყავს, მაგალითად თუ 1000-იანი ხარ, შეგიძლია და კვალიფიკაცია გიწყობს ხელს იმაზე, რომ გააგზავნო საუკეთესო უნივერსიტეტებში, თუ თქვა 9-ები ყავს და 10-ები ყავს უფრო ნაკლებში და ასე შემდეგ თანდათან ქვემოთ და ქვემოთ ჩამოვდივართ. რაც შეეხება შემდეგს და რა აინტერესებთ და რა არის შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს უკვე არის ტესტები. ტესტირება, როგორც უკვე გითხარით, არის ორნაირი, ესე იგი ერთი არის ინგლისური ენის დონის დამდგენი ტესტი, ეს აინტერესებთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ იცოდნენ, რომ როდესაც მათ უნივერსიტეტში მიდიხართ და ინგლისურ ენაზე სწავლობთ, აუცილებელია რომ ინგლისურ ენაზე კარგად საუბრობდეთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ლოგიკური არის. და მეორე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამერიკულ უნივერსიტეტებში და ზოგიერთ უნივერსიტეტში, ამერიკულ უნივერსიტეტში, ევროპაში მოითხოვენ უკვე SAT-ის. ესე იგი, ეს არის უკვე მეორე requirement-ი, რომელსაც მოითხოვენ უნივერსიტეტები, რომ შენ ეს ტესტები უნდა გქონდეს ჩაბარებული.
შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ყურადღება ექცევა რეკომენდაციებს და ეს რეკომენდაციები ძირითადად მოდის სკოლიდან. აქ არის საჭირო როგორც წესი 3 რეკომენდაცია, ერთი უნდა იყოს ან დამრიგებლისგან, ან დირექტორისგან, რასაც ქვია college counselor-ისგან. სამწუხაროდ უმეტეს სკოლებს საქართველოში college counselor-ი როგორც ასეთი ცალკე არ ყავთ და აქედან გამომდინარე ამ რეკომენდაციას წერს ან დამრიგებელი, ან სასწავლო-ნაწილი, ან დირექტორი. ორი რეკომენდაცია უნდა წამოვიდეს აუცილებლად პედაგოგებისგან და ძალიან ხშირად ისმის ესეთი შეკითხვა, რომ აქვს თუ არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პედაგოგი დაწერს რეკომენდაციას. ზოგადად საგნის მხრივ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი, მათ არ აინტერესებთ არა აუცილებელი, რომ შენ თუ ბიზნესზე აბარებ მოხდეს ისე, რომ აუცილებლად მათემატიკის პედაგოგმა დაგიწეროს რეკომენდაცია. თუმცა რასაც აქვს მნიშვნელობა არის ის, რომ სწორად შევარჩიოთ ის პედაგოგები, რომლებიც დაგვიწერენ რეკომენდაციას, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რეკომენდაცია დაწეროს ისეთმა ადამიანმა, რომელიც მოსწავლეს კარგად იცნობს. კარგად იცნობს, იცის რა საქმიანობს მოსწავლე არა მარტო სკოლაში და გაკვეთილზე, არამედ გაკვეთილის გარეთ და სკოლის გარეთ. ესე იგი, აქტივობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ამას ყურადღებას აქცევენ დიდწილად უნივერსიტეტები და ამასაც აუცილებლად მივალთ და ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. ესე იგი, უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ნიშნები, ძალიან მნიშვნელოვანი არის რეკომენდაციები და ხოლმე ნიშნებზე სანამ ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ითქვას ესეთი რაღაცა, რომ აქცევენ დიდ ყურადღებას GPA-ს, თუმცა GPA რატომღაც ბევრს ესმის სხვანაირად. და ამაში დაიგულისხმება GPA გონიათ, რომ არის აუცილებლად მარტო ერთი ციფრი, რომლის მინიმალურიც არის 1 და მაქსიმალური არის 4. ეს არ არის GPA, რეალურად არის grading point average, რაც იმას ნიშნავს, რომ რადგანაც ჩვენთან საქართველოში იწერება 10-იანი და არ არის letter system, ესე იგი არ იწერება A, B, C, D და F. ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ნიშანი საშუალო ნიშანი ავიღოთ 10-დან. ესე იგი, ბოლო 4 ან 3 წლის განმავლობაში რა ნიშნებზე სწავლობდი. მაგალითად, თუ მე-9 დაამთავრე, 10-ზე მე-10 დაამთავრე, 10-ზე მე-11-ში ყავდა, თქვათ, რამოდენიმე 9-იანი და მე-12-შიც კარგად სწავლობ, ესეთ შემთხვევაში, მაგალითად, ჩვენი GPA იქნება 10-დან 9.6 ან 9.7. რაც პირდაპირ გაგებით შემდეგ ითარგმნება ამასაც აუცილებლად მომავალ ლაიბებზე ვისაუბრებთ, ითარგმნება 4-დან 0-იან სკეილზეც, თუმცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. ესე იგი, უკვე ვთქვით ის, რომ ნიშნები და GPA არის მნიშვნელოვანი, რეკომენდაციები არის მნიშვნელოვანი და ეხლა მივადექით SS, ესე იგი, essay არის ორნაირი, შეიძლება იყოს personal essay და personal statement. ამ შორის არის საკმაოდ დიდი სხვაობა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ personal essays ითხოვენ ძირითადად ამერიკული უნივერსიტეტები. ესე იგი, შეიძლება მოითხოვონ იმ უნივერსიტეტებმაც, რომლებიც არიან ევროპაში განთავსებულები, მაგრამ ასწავლიან ამერიკული სტილით. ესე იგი, personal essay შეიძლება იყოს ყველაფერზე და ეს უნდა იყოს აუცილებლად ისეთი რამ, რაც ძალიან კარგად ასახავს შენ პიროვნებას. ესე იგი, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, რა საქმიანობ, ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ერთი უბრალო ისტორია, რომელიც ძალიან კარგად ასახავს მაგალითად ადამიანის characters, ესე იგი რა ტიპი არის ადამიანი და რას წარმოადგენს. Personal statement-ი მეორეს მხრივ არის ძალიან მარტივი დასაწერი, იმიტომ რომ აქ უბრალოდ პირდაპირ უნდა ვისაუბროთ ჩვენ წარსულზე, ჩვენ აწყალზე, ეხლა რას ვაკეთებთ, რას ვსაქმიანობთ და რა გეგმები გვაქვს მომავალში. ესე იგი, რას ვაპირებთ, რატო გვინდა უცხოეთში რომ ჩავაბაროთ უნივერსიტეტში, რას გავაკეთებთ უნივერსიტეტის შემდეგ. წარსულში ასევე აინტერესებთ არა მარტო ის, რომ სკოლაში რამდენად კარგად სწავლობდი, არამედ რა საქმიანობდი ზოგადად წარსულში. რითი იყავი დაკავებული, მაგალითად სპორტით, მაგალითად მუსიკით, მაგალითად ცეკვით, ხელოვნებით. ყველაფერი აინტერესებთ, იმიტომ რომ ზოგადად, როგორც უკვე ვთქვით, უნივერსიტეტები ევროპაში და ამერიკაში არ უყურებენ ერთ ან ორ რამე კონკრეტულ მონაცემს ბავშვისას, ისინი ბავშვს აფასებენ მთლიანობაში. ესე იგი, ისინი შეხედავენ, კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, შეხედავენ აუცილებლად თქვენს ნიშნებს, შეხედავენ GPA-ს, რომელიც არის საშუალო გამოყვანილი ნიშანი, ასევე შეხედავენ თქვენს რეკომენდაციებს, რომ
გაიგონ თუ მასწავლებლები, რომლებიც თქვენ გასწავლინდენ და college counselor-ი ან დირექტორი ან დამრიგებელი თქვენზე რას ფიქრობს და ნუ საბოლოო ჯამში მივდივართ უკვე აპლიკაციამდე. ეხლა რა შედის აპლიკაციაში? როდესაც აპლიკაციას ვავსებთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში, რომ ყურადღება მივაქციოთ ყველა დეტალს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ისეთი დეტალი, რომ როდესაც გეკითხებიათ თქვენ სახელს და გვარს, აუცილებლად სახელი და გვარი უნდა გიცოდეთ, რომ იწერება პირველი ასო ეს დიდი ასო, ხო? და იწერება გრამატიკულად სწორად ისე რომ პირველი ასოს შემდეგ მე პატარა ასოები შეიძლება ეს ასაცილო იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი ესეთ შეცდომებს უშვებს და ესეთ შეცდომებს ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებენ, მნიშვნელობას ანიჭებენ უნივერსიტეტები თქვენი აპლიკაციის განხილვის დროს. ასევე აპლიკაციაში აუცილებლად შევა თქვენი extracurricular activities, ასე იგი კლას გარეშე აქტივობები. რას აკეთებთ საკლასო ოთახის გარეთ? ეს შეიძლება იყოს სკოლაში, ეს შეიძლება იყოს სკოლის გარეთ. მაგალითისთვის ვამბობ ისევ და ისევ, როგორც დამრიგებელმა ან მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ რა საქმიანობთ მის გარეთ და შეგაფასოთ არა მარტო საკლასო ოთახის ფარგლებში, არამედ სკოლის, საკლასო ოთახის და სკოლის გარეთაც. ასევე უნივერსიტეტებს აინტერესებთ თქვენი მხრიდან თქვენ რას აკეთებთ და რას თვლით მნიშვნელოვნად. ესე იგი, რა აქტივობებს საკლასო ოთახის გარეთ თვლით მნიშვნელოვნად. ესე იგი, გაძლევენ არა მარტო წერ პირდაპირ, რომ მე მაგალითად თამაშობდი ფეხბურთს და ვიყავი თავდასხმელი, არამედ ასევე გეკითხებია, რომ შენ ფეხბურთსაც თუ თამაშობდი და გიტარაზეც უკრავდი, შენთვის უფრო მნიშვნელოვანი რომელია? ის რომ გიტარაზე კარგად უკრავ, თუ ის რომ ფეხბურთს კარგად თამაშობდი? ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში სწორად შეგაფასონ და მიიღონ გადაწყვეტილება, მიგიღებენ მათ უნივერსიტეტში თუ არ მიგიღებენ. როგორც წესი, არის რამოდენიმე ტიპის ელექტრონული აპლიკაცია და მოგეხსენება წავარაუდოთ უკვე, რომ ძალიან იშვიათობა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტმა მოითხოვოს ქაღალდის აპლიკაცია, როგორც წესი 90% უნივერსიტეტების უკვე ელექტრონულ აპლიკაციას ითხოვენ და ამ ყველა აპლიკაციაში არის ცალკე სექცია გამოყოფილი ამ აქტივობებისთვის. როგორც წესი, საშუალოდ ეს არის 10 აქტივობა, რამდენსაც გაძლევენ საშუალებას, ესე ვთქვათ, რომ ჩაწეროთ ამ აპლიკაციაში, თუმცა თუ ისეა, რომ თქვენ ძალიან აქტიური ხართ და იყავით სკოლის პერიოდში და სკოლის არა მარტო სკოლის პერიოდში, არამედ სკოლის გარეთაც და დაგიგროვდათ 10-ზე მეტი აქტივობა, ესეთ შემთხვევაში თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, რომ გააკეთოთ თქვენი პროფესიონალური CV და უნივერსიტეტს ან იმეილზე უბრალოდ ატაჩმენტის სახით, ან შეიძლება აპლიკაციასაც ჰქონდეს იმის ფუნქცია, რომ მიაბათ ეს თქვენი CV, გააგზავნოთ და შეატყობინოთ ამ უნივერსიტეტს, რომ მე ვარ ძალიან აქტიური და მე ყველაფერს, რაც გამიკეთებია ბოლოს 3-4 წლის განმავლობაში, ვერ ჩავატევ ამ 10 აქტივობაში და მე დამატებით კიდე გიგზავნით ჩემ CV-ს. კარგით, მოდით, შეიძლება რამოდენიმე ადამიანი ცოტა მოგვიანებით ჩამოგვიერთდა, ასე რომ კიდე ერთხელ თავიდან გავული რა არის მნიშვნელოვანი. ესე იგი, პირველ რიგში ეს არის ის, რომ თქვენ უნდა გყავდეთ კარგი ნიშნები, უნდა გყავდეთ კარგი GPA, ესე იგი, კარგი საშუალო ნიშანი, კარგი რეკომენდაციები, ესე, ან personal statement-ი, ან personal essay და რეალურად ამ ყველაფრით უკვე უნივერსიტეტი შეაფასებს თქვენ კანდიდატურას და გადაწყვეტავს მიგიღებენ თუ არ მიგიღებენ. ეხლა მე მინდა რომ უბრალოდ ვილაპარაკო კიდე ერთ რაღაცაზე, რაც ეს დაფაზე უკვე გვიწერია, ეს არის TOEFL და IELTS-ი და ძალიან ხშირად ხდება ესეთი შეკითხვა, რომ თუ ვაბარებ ესეიც, რატო არის საჭირო რომ ჩავაბარო TOEFL-ი ან IELTS-ი და ნუ ძალიან მარტივი არის ამაზე პასუხი, ესეიდი რეალურად არ ითვალისწინებს იმას, რომ აპლიკანტმა არ იცის ინგლისური სრულფასოვნად და მისი პირველი ენა არ არის ინგლისური, ასე რომ პირველ რიგში ძალიან რთული არის და ძალიან შესაძლებელი არის, ასე ვთქვათ, რომ native speaker-მა, ესე იგი ვისი ენაც ინგლისური ვისთვისაც არის პირველი ენა, უფრო კარგად დაწეროს ვიდრე უცხოელმა. ამის გამო ისინი გაძლევენ იმის შანსს, რომ თქვენ ჩააბაროთ TOEFL-ი და დაამტკიცოთ, რომ ან IELTS და დაამტკიცოთ, რომ ენა იცით ძალიან კარგად. პლუს ამას TOEFL და IELTS-ი ამოწმებს ისეთ უნარებს, რომელსაც ესეითი არ ამოწმებს. კერძოდ ეს არის speaking-ი და არის listening-ი, რომელიც ესეითში არ შედის. და მათ აინტერესებს თქვენ რამდენად კარგად შეგიძლიათ ინგლისურის მოსმენა და აღქმა და რამდენად კარგად შეგიძლიათ ინგლისურად საუბარი. TOEFL და IELTS-ი ორივე ერთნაირად იხმარება, მოდი ესე ვთქვათ,
აპლიკაციის გაგზავნის დროს, ესე იგი თქვენ შეგიძლია ან TOEFL-ი ჩააბაროთ, ან IELTS-ი ჩააბაროთ და ორივეს უნივერსიტეტი ყოველ შემთხვევაში 99% უნივერსიტეტების აუცილებლად ერთსაც და მეორე ტესტსაც მიიღებენ. ყველაზე დიდი სხვაობა არის ის, რომ IBT, TOEFL-ი არის IBT, ესე იგი internet based testing-ი და იწერება კომპიუტერზე და IELTS-ი არის paper based testing-ი და იწერება ქაღალდზე. ასე რომ რეალურად ეს უკვე თქვენი ინგლისურის დონეს ერთნაირს მოითხოვს ორივე, ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია რომელ ტესტთან უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. მაგალითად, ისეთ ტესტთან, რომელიც იწერება კომპიუტერზე, თუ ისეთ ტესტთან, რომელიც იწერება ქაღალდზე. დღეს რეალურად სულ ამაზე მინდოდა საუბარი, რა თქმა უნდა, მომავალში ბევრად უფრო დავკონკრეტდებით და უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ პირველ რიგში ამერიკულ უნივერსიტეტებზე, შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებზე, რა უნდა გაკეთდეს და როგორ თქვენ წინასწარ იყოთ მზად იმისთვის, რომ როდესაც აპლიკაციო პროცესი დადგება, არანაირი პრობლემა არ გქონდეთ აპლიკაციების გაგზავნის და რა ვიცი, გვადევნეთ თვალყურით და ვისვით შეკითხვები, აუცილებლად ვეცდებით, რომ მომავალ კვირაში ამ შეკითხვებზე უკვე შემომდევნო ლაივში გაგცეთ პასუხი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ლაივი სწავლა საზღვარგარეთის პროექტის ფარგლებში, ჩვენ ყოველ სამშაბათს გავალთ პირდაპირ ეთერში და შეგეძლებათ, რომ თქვენს მიერ დასმული შეკითხვები გამოგვიგზავნოთ. დიდი მადლობა.